დასავლეთ და აღმოსავლეთი რო ახსენეთ ახლა მაგ შემთხვევაში განათების მნიშვნელობა აქვს ვიტრაჟების საიდან არის თუ როგორ არის ეგა? არის შემოდინების სექტორები, არის გადინების სექტორები. როდესაც შემოდინების სექტორები არის ჩრდილოეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი. როდესაც ამ ზონაში არის ფანჯრები, ეს ძალიან კარგია. აი თქვა სახლის არჩევის დროსაც მე ხშირად მომართავენ ხოლმე რომ აი სახლის ყიდვა მინდა და თუ შეიძლება მისჩიე რომელი სახლი ვიყიდო. მე ვისწავლე კიდე ვასტუ. სწავლება სახლის ენერგეტიკაზე, რომელიც არის ძველი ინდური მეცნიერება, რომელიც სწავლობს ზუსტად ამას, რომ სახლში როგორ უნდა დავაბალანსოთ სივრცე ისე რომ ადამიანმა იქ იგრძნოს თავი შვიდად და სახლი დაეხმაროს მას ენერგიის აღდგენაში. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი გავლენა აქვს სახლის მდებარეობას, სწორედ უნდა იდგეს სახლი და ჰორიზონტის მხარეებისთან მიმართებაში როგორ დგას სახლი. ჰორიზონტის მხარეებისთან მიმართებაში მერე უკვე ფერების განსაზღვრა არის, თქვათ, რომელ ნაწილში შეგიძლია მუქი ფერების გამოყენება, რომელ ნაწილში არ შეგიძლია. ეხა ის კედელი, რომელზეც ყავისფერი ქვის კედელი იყო, არაფრით არ შეიძლება იმ ზონაში ეს ქვის კედელი ყოფილიყო. თუმცა ეს ადამიანი ამას მიხვდა, რომ ანუ მან იგრძნოს და მისთვის ეს, ამძიმებდა. ეს კედელი რო გაეკეთებინა, თქვათ, დასავლეთ ზონაში, ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ უკეთებდა აღმოსავლეთ ზონაში. აღმოსავლეთ ზონა პირიქით უნდა იყოს გახსნილი, ნათელი, სუბუქი, რომ იქიდან სწორი ენერგიები შემოვიდეს და ჩვენ ყველა ვიზიტავთ ისეთ სახლს, როგორებიც ვართ ჩვენ თვითონ. ხა შენი სახლის ანალიზი რო გავაკეთოთ, ხო, შენ გექნება აუცილებლად გახსნილი რაღაც გარკვეული ზონები. ავეჯი შეიძლება მე სხვანაირად დავაწყო იმ სივრცეში, შენ სხვანაირად და თურმე ესეც კი დამოკიდებულია ჩვენ შინაგან ემოციებზე, რაღაც შიშებზე, დოგმებზე და ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა. ასე რომ თუ გსურთ მიიღოთ საინტერესო რჩევები რემონტის და ინტერიერის დიზაინის შესახებ, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დააკომენტარეთ ამ ვიდეოს ქვეშ თუ რაიმე დამატებით კითხვა გაქვთ და გაინტერესებთ.